საქართველოს ეკლესიის ისტორია რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში არის გზა მუდმივი ბრძოლისა თვითყოფადობის გადასარჩენად. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1811 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიამ ძალის გამოყენებით გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ეკლესია რუსეთის სინოდს დაუმორჩილა. უკანასკნელი კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს. საქართველოში კი მმართველებად რუს ეგზარქოსებს ნიშნავდნენ, რომლებიც ქართულ ენასა და კულტურას მტრობდნენ. ისტორიას დღემდე ახსოვს შემზარავი ფაქტი, როდესაც რუსმა ეგზარქოსმა ამბიონიდან საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. დღეს ეს ბრძოლა ახალ უფრო ვერაგულ ფაზაშია გადასული. მოსკოვის საპატრიარქო წლებია აფხაზეთში საეკლესიო ოკუპაციას ახორციელებს. აგზავნის თავის მღვდლებს, არემონტებს ტაძრებს რუსულ სტილში და მიზანმიმართულად შლის ქართულ კვალს. რუსეთი ცდილობს აფხაზეთის საკითხი ღიად დატოვოს, რათა ხელსაყრელ დროს მისი ანექსია მოახდინოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონიკურ სამართალს. მოსკოვი ამას დიპლომატიურ დონეზეც აფიქსირებს. ოფიციალურ წერილებში ისინი შეგნებულად ტოვებენ საქართველოს პატრიარქის ტიტულის ნაწილს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, რითაც ეჭქვეშ აყენებენ ჩვენს იურისდიქციას ამ ტერიტორიაზე. ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგება. ან უნდა აირჩიოს კავშირი კონსტანტინოპოლთან და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რაც რუსეთთან საეკლესიო კავშირის გაწყვეტას ნიშნავს. ამაზე კი რუსეთის ეკლესია აფხაზეთის მითვისებით გვიპასუხებს. საპირისპირო გადაწყვეტილება კი არის გზა იზოლაციისკენ, სადაც საქართველოს რუსეთის რელიგიური დანამატი ხდება და საბოლოოდ მაინც კარგავს აფხაზეთს, რადგან იმპერია მას მაინც აიღებს, როგორც კი დასჭირდება. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას მორალურ პასუხს თავად ჩვენი თანამედროვე მოწამეები სცემენ. 1993 წლის 5 ივლისს, როდესაც კამანის წმინდა იოანე ოქროპირის მონასტერში რუსული შენაერთები და სეპარატისტები შეიჭრნენ, მათ წინაშე მხოლოდ ერთი უიარაღო ახალგაზრდა მღვდელმონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი აღმოჩნდა. მტერს სურდა არა მხოლოდ ფიზიკური გამარჯვება, არამედ ქართული სულის გატეხვა და დამცირება. მათ მიზანში ამოღებულ მამა ანდრიას რუსულად დაუსვეს პროვოკაციული კითხვა: ვისია ეს მიწა, ქართველების თუ აფხაზების? მათ ეგონათ, რომ სიკვდილის შიშით მღვდელი ერთ მხარეს აირჩევდა. თუმცა მამა ანდრიამ 7 ღიმილით უპასუხა: ეს ღვთის მიწაა. ამ პასუხმა მტერის საგონებელში ჩააგდო. სულიერად დამარცხებულმა და სულის სიდიადით დაბნეულმა მკვლელებმა ვერ შეძლეს თვალებში ჩაეხედათ ადამიანისთვის, რომელსაც სიკვდილის არ ეშინოდა და ვერაგულად ზურგიდან ესროლეს თავში. რუსეთის ეკლესია კურთხევას აძლევდა ან აძლევს იმ იარაღს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა ან ხოცავს. ასეთ სულიერებასთან კავშირი საქართველოს ეკლესიისთვის მორალური კატასტროფის ტოლფასია. რუსები არ არიან ქრისტიანები. მამა ანდრიას მაგალითმა გვაჩვენა, რომ ნამდვილი სულიერი ძალა არა იმპერიულ ამბიციებში, არამედ ღვთიურ სიმართლეშია. საქართველოს მომავალი პატრიარქისა და სინოდის წინაშე მდგარი არჩევანი მარტივია: ან სიმართლე და მსოფლიო ქრისტიანულ ოჯახში ყოფნა, ან მორჩილება იმ ძალისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეკლესიასა და შვილებს ანადგურებდა. როგორც მამა ანდრიამ დაგვიტოვა ანდერძად, ეს მიწა ღვთისაა და მისი დათმობა ბოროტების სასარგებლოდ დაუშვებელია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ყველაფერი კარგად იქნება. იბერია აუცილებლად გაბწყინდება.